ყველას საფეხბურთო სალამი. გიორგი მამარდაშვილს სუსტი პოზიცია აქვს ლივერპულში. ინგლისელები კი ახალ მეკარეს ეძებენ. ფრანგი ჟურნალისტის გამაოგნებელი განცხადება. ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგული ლიგა 1 საერთოდ არ ადარდებს. ამ დროს მოურინიო რეალის ახალი მწვრთნელის რანგშია. ბლანკოსის სამფეხბურთელს უკვე ელაპარაკა. და კილიან მბაპეს სკანდალი აესთან. მადრიდელმა ვარსკვლავმა პრესას შენიშვნა მისცა. ეს უცხელესი სიახლეები იმსახურებს იმას, რომ ახლავე არ დაიზარო და მოიწონო ეს ვიდეო. ჩვენი მიზანი 1000 ლაიქს იასვლა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც არიზარებთ და შრომას გვიფასებთ. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ინგლისურ და იტალიურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი ემფილდს დატოვებს და კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. წითლების სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით TikTok-მა სტატია შემოგთავაზა და უახლესი ინფორმაცია გაავრცელა. ლივერპულის ყურადღების ცენტრში ორი მეკარია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილს კლუბში მნიშვნელოვან მოთამაშედ მოიაზრებენ, TikTok-მა მიიღო ინფორმაცია, რომ მაინც არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მამარდა მზად ლივერპულის პირველი მეკარე ახლავე გახდეს. არსებული მდგომარეობით ლივერპულში თვლიან, რომ მამარდაშვილი ჯერ კიდევ არ არის მზად. შეავსოს სიცარიელე, რომელიც გუნდში ალისონის წასვლის შემთხვევაში დარჩება. კლუბმა ემილიანო მარტინესის კანდიდატურა მართლაც განიხილა. თუმცა პრიორიტეტი მაინც უფრო ახალგაზრდა, გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე მოთამაშეებს ენიჭება. TikTok-ი ირწმუნება, რომ ბარტ ვერბრუგენი არის მეკარე, რომელიც წითლების ყურადღების ცენტრშია და მის კანდიდატურაზე ლივერპულმა სერიოზულად იმუშავა. წერს ბრიტანული გამოცემა. ჩემი პირადი აზრით ეს არის ზედმეტი ზეწოლა გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციას თავის ხელში აიღებს და დაიწყებს ისე თამაშს, როგორც ამას აკეთებდა აქამდე საქართველოს ნაკრებში და ვალენსიაში. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 9 შეხვედრაში მიიღო და 14 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 ბურთი მიიღო. რაც შეეხება ვერბრუგენს, ის 23 წლისაა და ბრაიტონში თამაშობს. სადაც ნებისმიერ პოსტს ნახავთ, ან თუნდაც ვიდეოს, ან რაღაცას, სადაც კომენტარის დაწერა შეგიძლიათ და ეს გიორგი მამარდაშვილს ეხება, არ დაიზაროთ და აუცილებლად გამოხატეთ თქვენი სიყვარული. ესპანური გამოცემების მიხედვით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება. სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება პორტუგალიელ სპეციალისტსაც სურს და ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანელი ჟურნალისტის მიგელ სერანოს ცნობით მოურინიო რეალის სამფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა. განსაკუთრებული ტიბო კურტუას, ვინისიუს ჯუნიორსა და კილიან მბაპეს გაესაუბრა. სერანოს ცნობით მოურინიო ვინისიუს ჯუნიორს ხედავს როგორც ჯარისკაცს მოედანზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ ვინის გასახდელში ლიდერის როლი აქვს და თანაგუნდელებს ის ძალიან უყვართ. ჟოზემ კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ილაპარაკა და მათთან მნიშვნელოვანი დეტალები განიხილა. ორივე მხარე დიალოგით კმაყოფილი დარჩა და მოურინიოს დანიშვნა დროის ამბავია. AS-ის მიხედვით მხარეებმა იმსჯელეს, რომელი ფეხბურთელების შენარჩუნებაა საჭირო, რომელთა გაყიდვა სურთ, რა ინვესტიციის ჩადება აუცილებელი და რამხელა ძალაუფლება ექნება მოურინიოს. გარდა ამისა დაიწერა მოთხოვნებზე, რომლებიც კლუბს მის მიმართ აქვს. ლა ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობა და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა, გასახდელში ვითარების გამოსწორება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია რეალს გააძლიერებდა. მას აქვს შესანიშნავი მოედნის ხედვა, უმაგრესი პასი, შორიდან დარტყმა და ყველა ის თვისება, რაც გამთამაშებელს უხდება. პლუს ის ხშირად და ხარისხიანად ბრუნდება დაცვაში, ვინისიუს ჯუნიორისგან განსხვავებით. და მე მგონი იდეალური ტრიო გამოვიდოდა მბაპე, ვინისიუსი და კვარაცხელია, სადაც პირველ ორს ფიქსირებული პოზიცია, ხოლო ქართველს თავისუფლება აქვს და შეუძლია გადაადგილდეს სადაც უნდა. დაწერეთ რას ფიქრობთ, მოინდომებს თუ არა მოურინიო თავის განახლებულ რეალში წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის დამატებას. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დენი მერფიმ პარის სენ-ჟერმენისა და არსენალის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მეტოფეებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემები აქვთ. ბენ უაითის თამაში გამორიცხულია, იურიენ ტიმბერი საეჭვო. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ არის შანსი მიკელ არტეტამ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მარჯვენა მცველად კრისტიან მოსკერა დააყენოს. მერფის
სწორედ ამ იდეას გამოეხმაურა და კვარას მსოფლიოში საუკეთესო გარემარბი უწოდა. მოსკერა მცველია, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა. მას შეუძლია მარჯვენა ფლანგზე დადგეს, ამ პოზიციაზე ეფექტური იყოს და ერთ-ერთზე სიტუაციებში კარგად ითამაშოს. სამყაროს დასასრული არ იქნება თუ მოსკერას მარჯვნივ დააყენებენ, მაგრამ არსენალისთვის ხელსაყრელი ვითარება ნამდვილად არ შეიქმნება. ხუჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. იგი საოცარი ფიზიკური მონაცემებით, ძალითა და ბრწყინვალე საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა. მან იცის, ტემპს როდის უნდა მოუმატოს და ბურთი როდის შეინარჩუნოს. მეტოქეების ჩამოშორება მას შესანიშნავად გამოსდის. კვარაცხელიას შეუძლია ორივე ფლანგზე ითამაშოს. ეს კი იმ უნივერსალობას, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდს ახასიათებს, კარგად ასახავს. არის მომენტები, როდესაც ხუჩა მარჯვნივაა, შემდეგ კი მარცხნივ გადადის და პოზიციას დემბელეს ან დუეს უცვლის. მათ წინააღმდეგ თამაში არსენალისთვის სერიოზული გამოწვევაა. არტეტას გუნდს ფენომენალური თამაშის ჩვენება მოუწევს, რათა სასურველი შედეგი დააფიქსიროს. ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ როიოლომ ხუჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში ნაჩვენებ თამაშზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და პარალელი ჩემპიონთა ლიგაზე მის შედეგიან გამოსვლასთან გაავლო. ლანსის წინააღმდეგ PSG სუსტად გამოიყურებოდა, რადგან შემადგენლობა საგრძნობლად იყო შეცვლილი. ლანსმაც რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგრამ გუნდები თანაბრად თამაშობდნენ. ანგარიში მაინც და მაინც არ ასახავს ძალათა იმ ბალანსს, რაც მოედანზე ვიხილეთ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ PSG-ს ყავს გარკვეული საერთაშორისო კლასის მოთამაშეები, რაც მათ ბურთის დაბრუნების შემდეგ კარგი მომენტების შექმნის საშუალებას აძლევთ. და თავდამსხმელი, რომელიც მანამდე ცუდად გამოიყურებოდა, რადგან ლიგა 1 აშკარად საერთოდ არ აინტერესებს. კვარაცხელიაზე ვსაუბრობ, ეს ბიჭი მაინც საოცრებაა. ჩემპიონთა ლიგაზე ის ყველას ატყუებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უკვე სასაცილო ხდება. იმ პირველ წუთებში, სანამ ლანს გოლს გაუტანდა, მას არავინ მოუთხოვებია. ერთ მომენტში გავიფიქრე კიდეც საერთოდ სასტარტოში იყო თუ არა. დამოუწყდა მოედანზე რომ იყო, მაგრამ მისი გაკრიტიკება უკვე შეუძლებელია. იგებ ლიგა 1-ის ტიტულს და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში გადიხარ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, რაც პარიზელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სამაგალითოა და საუკეთესო. რა უნდა თქვა? კვარა სტაბილურად შესანიშნავია და მაშინაც კი, როცა 28 წუთის განმავლობაში ცუდად გამოიყურება, ის გოლის გატანას მაინც ახერხებს. განაცხადა როიოლომ RMC-ის ეთერში გადაცემა Afterfood-ში. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ხუჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგებას? მოახერხებს თუ არა 2 წელი ზედიზედ იყოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? კილიან მბაპე რეალისა და ოვეიდოს მატჩის დროს მადრიდელთა გულშემატკივრების ტვენას გამოეხმაურა. როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც კამპ-ნოუზე არ ითამაშეთ და თუ გესმით კომაგების მხრიდან სტვენის მიზეზი. ძალიან საწყენია კლასიკოში არ თამაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყოველთვის გამქონდა გოლი. ნამდვილად ასანანია, მაგრამ სტვენა ასეთია ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია გაბრაზებული ადამიანების აზრის შეცვლა. ეს მათი აზრის გამოხატვის გზაა და არ ღირს ამის გულთან ახლოს მიტანა. ჩემთვის ბევრჯერ დაუსტვენიათ. ასეთია რეალის ფეხბურთელისა და ჩემნაირი ცნობილი ადამიანის ცხოვრება. თქვენი აზრით, რატომ დაგისტვინეს? იტალიაში გამგზავრების გამო? არ ვიცი, კლუბმა მადრიდის გარეთ ყოფნის უფლება მომცა და მე ერთადერთი არ ყოფილვარ, ვინც არ იყო. მაგრამ ასეთი რაღაცეები უნდა მიიღო. წინ უნდა იყორო და სიტუაცია გამოასწორო. როგორი რეაქცია გქონდათ ამ სტვენაზე? ეს უნდა მიიღო, მეგობარო, ეს ხალხის აზრია. დღეს არავინ მოკვდება. ნორმალურია, რომ ხალხი დამნაშავეს ეძებს, როცა ვერ ვიგებთ. ასე ხდება ყველა კლუბში. არ ფიქრობთ, რომ ბოლო კვირებში შეცდომები დაუშვით? ესპანიელთან მატჩამდე 12 წუთით ადრე ჩამოფრინდით, შვებულებაში წახვედით. შვებულებაში? ეს შენი აზრია, შენ არ იცი რას ვაკეთებდი. რატომ ამბობ შვებულებას? ჩემი შეცდომა მხოლოდ ის არის, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში ვერ დავეხმარე. სხვა ყველაფერი მოსაზრებებია. არავინ იცის რატომ წავედი. კლუბისგან ნებართვა მქონდა. უბრალოდ მსგავსი აზრი კარგად იყიდება და ამიტომ იძახით. მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვარ კონცენტრირებული, ტიტულების მოგებაზე. განაცხადა მბაპე მაესთან საუბრისას. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და თუ კი არ ხართ ჩვენი გამომწერი, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან თუ გიყვარს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, როგორ შეიძლება რომ არ გქონდეს გამოწერილი არხი, სადაც ყოველთვის გაიგებ ყველაზე ცხელ და ყველაზე საინტერესო სიახლეებს. მომავალ შეხვედრამდე მე მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით და აბა, წარმატებები.